დილიდან საღამომდე ამათთან ტრიალებ. რომ ყველაზე მეტად მაისი არის ვარდობის თვე, როგორც ძველებს ვთქვამს, მაისი ვარდობის თვეაო, მაისში არის ვარდი ყველაზე ლამაზი, სურნელოვანი. ახლა ამ ვარდებმა უკვე დაამთავრეს ყვავილობა და ემზადებიან მეორე ყვავილობისთვის. როგორც კი დაამთავრდება ყვავილობა, მე ვკვებავ ვარდებს ჩემი მეთოდით, ჭინჭარს ჩავყრი ჭუხჭელში, დავასხავ წყალს, დავინიშნავ დროს 10 დღე უნდა იყოს ეს ჭინჭარი წყალში ჩაყრილი, ვამატებ ცოტა ქათმის სკლინც ჩვენებურად იმერულად სკლინც ვეძახით და ცოტა ნაცარს. ეს 10 დღის შემდეგ 1 ლიტრას ვხსნი 10 ლიტრა წყალში და ამით უფრო მეტად წვიმიან ამინდში ვრწყავ. ძალიან კარგია. მერე კიდევ ვარდებისთვის არის გუმათი, არის ჟელეც არის გუმათის და ფხვნილიც არის. აი ეს გუმათი არის სხვადასხვა ელემენტის შემცველი. ამასაც ვხსნი ხოლმე წყალში, რომელსაც უჭირს და ვაძლევ ამასაც წყალხსნარს. მერე ზედმეტი ნალექები არის დამახასიათებელი იმერეთისთვის და ეს ზედმეტი ნალექი რეცხავს ნიადაგიდან რკინას, რაც იწვევს ვარდის კვების გაუარესებას და ფოთლები უყვითლდება. ქლოროზი ქვია ამ დაავადებას, ქლოროფილის მარცვლები არ მუშაობენ სინათლეზე და არ გამუშავდება სიმწვანე ფოთლის ზარღვები ჩანს. მე მაქვს შეძენილი ხელატი, რკინის ხელატი, აი ესეთი ფხვნილია. ამას გავხსნი წყალში და ვაძლევ ვარდებს. რამდენიმე დღე გავა თუ ამან არ უშველა, მერე კიდე განმეორებით მოვწყავ ამ ხელატის, ქელატი ალბათ ქართულად, წყალხსნარით. გაზაფხულს მოსდევს ძალიან უხვი ნალექი. ამიტომ ვარდები ავადდებიან სოკოვანი დაავადებებით. ეს არის ნაცარი, აი ამ ვარდს ახლა აქვს ნაცარი და დღეს საღამოს ქარიანია ვერ შევწამლავ, ალბათ ხვალდილას შევწამლავ და აი ესენი პეკოზოლი ამპულაში, აი აქ არის კიდევ ტოპაზი, აი ამ ამპულებს გავხსნი ამას ერთ-ერთ წყალში და შესაბამისი დოზით ვაკეთებ წამლობას. ძალიან კარგია, მაკიტას კერხერი ვიყიდე და იმით ამ ეზოს წამლებ ალბათ 5 წუთში. ძალიან კარგია. მერე ესა აკრომენ ბლუს ხმარობ მე ახლა შესაწამლად. აი ესეც კარგია, ალბათ შაბიამანია ბლუმიტუ არის ნარევი, ესეც კიდევ ძალიან კარგია ვარდის წამლება. მე ვწამლავ ვარდებს 10 დღის ინტერვალით და რა ვიცი, კი ხედავთ ახლა ფიტოსპორინიც მაქვს, აი ფიტოსპორინი, რომ იტყვიან ძვირიაო, ვარდის ენერგიო, ამას ხომ ხარჯი აქვს, ხომ უნდა შევიძინო. ახალი ვარდის ჯიშები უნდა გავამრავლო, ვიყიდო, ვიწვალო, დავამყნა, დავაკალმო. კი საზრდოობ ამ ვარდებით და მიყვარს ჩემი პროფესია. ღმერთო ძალიან დიდი მადლობა რომ მომცა საშუალება რომ ვეზიარო ამ ლამაზი საქმის კეთებას. ხომ დამთავრდა უკვე პირველი ეტაპი ყვავილობის. ახლა უკვე ბოტონები აქვთ და ემზადებიან მეორედ ყვავილობისთვის. მერე ისევე გამოყვება, ისევ წამლობა და ისევ მესამე ყვავილობა და თან მოვა მერე ზამთარი. მერე კიდევ სამუშაოები მოდის, უნდა გაასუფთავა ბაღი, უნდა გასხლა, რომელიც გასასხლავია და ასე ემზადო ზამთრისთვის გამოყვება უნდა მერე გამოსაკვებად ვიყენებ. აი აქ არის ნაკრები სასუფის 5 ლარი გადავიხადე, რომელსაც უჭირს ამას გავხსნი წყალში 3 ლიტრაში იხსნება ერთი პატარა კოვსი და იმას დავეხმარებ ხოლმე, რომელიც ისეთი ჯიშია, რომ NPK არის, რომელიც მინდა გავამრავლო, დავეხმარები ამით. შემოდგომაზე შემაქვს ნაცარი, ხის ნაცარი. ამბობენ არ იხსნებაო, კალიუმის შემცველია ნაცარიო, თუ ძმარი უნდა დაამატო და მე ამას არ ვფიქრობ, რომ ესია. ნაცარი გამომაქვს ღუმელიდან შეწვავთ ზამთარში და ასე ვაბნევ. ვიტოა ესენი ასეთი კარგი. მოდის რითმა თავისით ამ ლამაზ ბუნებაში და ხანდახან წერ ხოლმე. მაგრამ ძირითადი საქმიანობა ესაა უკვე ჩემი. ვამრავლო, ვიყიდო ახალი ჯიშები და გავამრავლო, დავაკალმო ან დავამყნა.
აი ჩემი ლექსები. აი ჩემი ლექსები, ესენი არიან საბავშვო ლექსები, არიან ქრესტომატიული ხასიათის ლექსები. თითოეულ ლექსში ბავშვს რაღაც ახალი აქვს და ამ ლექსის წაკითხვის შემდეგ მან იცის, რომ რაღაც ახალი შეიძინა. აი გადავშალოთ ახლა რომელიმე, აი ცისარტყელა ვლამაზო. ცისარტყელა ვლამაზო, მომწონს შენი ფერები. ახლოს რომ ვერ მოვდივარ, შორიდან გეფერები. დავეძებ და ვერ პოვე, სად დაიდე სათავე. შენს უღელზე შემოვჯდე, მოვიმარჯო სადავე, მაღლა ცაში ავიდე, ავიხტინო ოცნება. სულ ახლოდან ვიხილო, შენი გასხივოსნება. ცისარტყელა ვლამაზო, მიყვარს შენი ფერები, თუ მოვედი შენამდე, იქაც მოგეფერებ.